პუტინს ეგონა, რომ ეს შეუძლებელი იყო. როდესაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმი უკანონოდ მიიერთა, პუტინს ეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა. უკრაინას არ ყავდა საკმარისი ძალა, რომ დაებრუნებინა იგი. ის ზედმეტად სუსტი იყო, ზედმეტად გაუბედავი. ყირიმი არასოდეს გათავისუფლდებოდა. მაგრამ, როგორ შეიცვალა დრო. უკრაინა ახლა უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე და მან ახლახან გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი ყირიმის სრული გათავისუფლება. რუსეთს მძიმე დარტყმა მიაყენეს და ამასთან ახლავს გზავნილი, რომელიც პუტინს არასოდეს ეგონა, რომ მოესმინა. დატოვეთ ყირიმი, თორემ უკრაინა ძალით გაგაძევებთ. პუტინი არ აპირებს დათმობას, ამიტომ უკრაინამ მას სანაცვლოდ სანახაობრივი დარტყმების სერია მიაყენა. დავიწყებთ იმით, რაც რუსეთის საიდუმლო ისკანდერის სარაკეტო ბაზას დაემართა. აპრილის 28-ს უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა, ანუ SSO-მ, ტელეგრამზე გამოაცხადა, რომ მათ ისეთი რამ შეძლეს, რაც შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. მით უმეტეს, რომ უკრაინას არც კი უნდა სცოდნოდა, რომ მისი ბოლო სამიზნე ყირიმში საერთოდ არსებოდა და აპრილის 20 დღის ღამეს SSO-ს საშუალო დარტყმის დანაყოფების დრონებმა დაარტყეს ისკანდერის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემების საცავს, განაცხადეს SSO-ში. მათ დაამატეს, რომ დამალული ტექნიკა მდებარეობდა ყოფილი სარაკეტო ბაზის ტერიტორიაზე, სოფელ ოვროსკის მახლობლად, ოკუპირებული სიმფეროპოლიდან 40 კილომეტრის აღმოსავლეთით. ეს რუსეთისთვის სერიოზული დარტყმაა. მისი საიდუმლო ისკანდერის ობიექტი იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე გამაგრებულ თავშესაფარს შორის, რომლებიც საბჭოთა ეპოქაში აშენდა ყირიმში. ცივი ომის პერიოდში ეს ობიექტები გამოიყენებოდა როგორც საცავი თავშესაფრები საბჭოთა R5 საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტებისთვის. ეხლა რუსეთი მათ იყენებს თავისი ისკანდერებისთვის. თითოეული ამ დამალული ბუნკერის მიწისქვეშაა განთავსებული და დაცულია ბეტონის სქელი ფენებით, რომელთა სისქე 60 სანტიმეტრამდე, ანუ თითქმის 2 ფუტამდეა. უკრაინას ამ დაცულობის გადალახვა მოუწია, ასევე მიწის ფენის, რომელიც ბუნკერებზე იყო დაღრეი. უკრაინამ ეს სწორედ ასე გააკეთა ყირიმში 28 აპრილს. უკრაინის მიერ ყირიმზე ბოლო იერიშისთვის არჩეული იარაღი როგორც ჩანს FP2 იყო, იუწყება New Voice of Ukraine. ეს საშუალო დარტყმის დრონები დამზადებულია Firepoint-ის მიერ, რომელიც უკრაინის Flamingo დრონ რაკეტის ჰიბრიდების ჰიბრიდების მწარმოებელია და მათზე შესაძლებელია ისეთი დიდი საბრძოლო თავების დატენება, რომ ბეტონის გარღვევაც კი შეუძლიათ. ამჟამად ამ საბრძოლო თავის წონა 105 კილოგრამია, ანუ 231 ფუნტი. Firepoint აცხადებს, რომ მომავალში გეგმავს თავისი FP2 დრონების საბრძოლო ძალის გაზრდას. 150 კილოგრამიანი, ანუ 330 ფუნტიანი საბრძოლო თავის დამატებით. ასე რომ ესეც რაღაცაა პუტინო. მიუხედავად იმისა, რომ 28 აპრილის იერიში შენს ისკანდერებზე მძიმე იყო, ყველაფერი ბევრად უარესადაც შეიძლებოდა დასრულებულიყო. თუმცა რაც არ უნდა მომხდარიყო რუსეთის საიდუმლო ისკანდერის ბაზაზე, ეს არაფრით იყო კარგი პუტინისთვის და მისი უკრაინაში შეჭრისთვის. უკრაინამ ახლახან გამოიყენა IAP დრონები, რათა გაანადგუროს საცავი, სადაც ინახებოდა ისკანდერის რაკეტები, რომელთა გაშვება როგორც UKR Inform წერს, რუსეთს $4 მილიონ უჯდება. ეს არის ინვესტიციის ასეთი უკუგება, რაც უკრაინას ყოველთვის სურს დაინახოს. და სწორედ ეს შესაძლებლობა იაფად და ხშირად მიაყენოს დარტყმები ეხმარება იმ სტრატეგიას, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა, რათა სამუდამოდ გამოაცალოს ყირიმი პუტინს. სწორედ ასეთი დარტყმებია, რომლებიც ყირიმში სიტუაციას ცვლის. მაგრამ სანამ ამას განვიხილავთ, პუტინი საკუთარ ჭრილობებს მოილოკავს იმის გამო, რომ ისკანდერის რაკეტები უკრაინის დრონებმა გაანადგურეს. პრობლემა მხოლოდ ის ფული არ არის, რომელიც ოვრასკიზე 28 აპრილს დაიკარგა. პუტინი ისკანდერის რაკეტებზე იყო დამოკიდებული უკრაინის დასაშინებლად, მას შემდეგ რაც თავისი სასტიკი შეჭრა დაიწყო. ისკანდერის ბალისტიკური რაკეტა შეუძლია 500 კილომეტრამდე, ანუ 311 მილამდე ფრენა. ამიტომ ლოგიკურია, რომ ის ყირიმში ინახება. უკრაინის მატერიკულის დიდი ნაწილი ოკუპირებული ნახევარკუნძულის მოქმედების არეშია. რუსეთმა ასევე შექმნა თავისი ისკანდერის ქობინების ვარიაციები, მათ შორის კასეტური ვერსია, რომელსაც რუსეთი მინიმუმ 2025 წლის აპრილიდან უშვებს უკრაინის მიმართულებით. და ისკანდერემს ბირთვული ქობინის დარებაც შეუძლია. სანამ პუტინს ისკანდერის რაკეტები აქვს ყირიმში, მას შეუძლია შეინარჩუნოს ბირთვული განადგურების ნაგულისმევი მუქარა უკრაინის მიმართ. ეს მინიშნება ძლიერია, თუნდაც რუსეთს რეალურად არ ჰქონდეს ბირთვული ქობინები ყირიმში. ყოველი წარმატებული იერიში უკრაინაზე ისკანდერებით ახსენებს, რომ შეიძლება უარესი მოხდეს. ამიტომ უკრაინამ ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა 28 აპრილს, როდესაც გაანადგურა ისკანდერის საიდუმლო საცავი. უკრაინამ მნიშვნელოვნად დააზიანა რუსეთის სარაკეტო შესაძლებლობები და შეამცირა ის საფრთხე, რომელსაც პუტინი ამიერიდან შეიძლება წარმოადგენდეს მატერიკზე. და უკრაინა ამით არ დაკმაყოფილდა. ჯერ იყო ბეტონის განადგურება და სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტი დრონი, რომლებმაც გაანადგურეს ისკანდერის რაკეტები რუსეთის საიდუმლო საცავში. შემდეგ 2 მაისს განხორციელდა შემდგომი დარტყმა რუსეთის ისკანდერის შესაძლებლობებზე ყირიმში. უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ ღამით განხორციელებულმა დარტყმების სერიამ დააზიანა ისკანდერის რაკეტების მთელი ტაქტიკური ჯგუფი და რამდენიმე რადარის სადგური ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე, იუწყება United 24 მედია. აქ ჩვენ ხედავთ მიზანმიმართულ კამპანიას, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ყირიმის სარგებლიანობა, როგორც შეტევითი რესურსი პუტინისთვის.
თუ ის ვერ შეძლებს ისკანდერების გაშვებას ნახევარკუნძულიდან, მაშინ რას გააკეთებს? ეს იქნება კითხვა, რომელიც პუტინის გონებაში იტრიალებს, როცა უკრაინის დრონები გაანადგურებენ რუსეთის ისკანდერ რაკეტებს. რუსებისთვის, რომლებიც პუტინის მიერ უკანონო ანექსიის დასრულების შემდეგ გადავიდნენ ყირიმში, უკრაინის მიერ დარტყმული ობიექტები დიდად მნიშვნელოვანი არ იქნება. თავარია ის ფაქტი, რომ უკრაინამ საერთოდ მოახერხა რაიმეს დარტყმა და უკვე წლებია ასეთი იერიშებს ახორციელებს. პუტინის მთელი კონტროლი ყირიმზე დაფუძნებულია მის უნარზე დაიცვას ნახევარკუნძული. ეს დაცვა აშკარად შესუსტებულია და ყოველი დრონი, რომელსაც უკრაინა აგზავნის ოკუპირებული ყირიმის საჰაერო სივრცეში, რუსეთის ხალხისთვის არის შეხსენება, რომ ომი, რომელიც მათმა ლიდერმა დაიწყო, ნებისმიერ დროს შეიძლება მათ კართან მივიდეს. თუ რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობა დატოვებს, პუტინის კონტროლი ყირიმზე დასუსტება. რაც უკრაინა აქ აკეთებს, არის გზავნილი ამ სამოქალაქო მოსახლეობისთვის. წადით, სანამ შეგიძლიათ, რადგან ყველაფერი მხოლოდ გაუარესდება. მაგრამ იმისთვის, რომ ეს გზავნილი დამახსოვრდეს, უკრაინას უნდა დაემატებინა ძახილის ნიშანი. ისკანდერის პოზიციებისა და რადარების დაბომბვა კარგი დასაწყისია. ეს შესანიშნავია უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტული დარტყმების თავიდან ასაცილებლად და მომავალში ყირიმში რუსულ ობიექტებზე მეტი დრონით შეტევის შესაძლებლობის გასახსნელად. მაინც უკრაინამ უნდა დაანახოს ოკუპანტებს, რომ დრო იწურება, თუ მათ ყირიმიდან გასვლა სურთ. და ეს სიცხადე პუტინის პოტენციური კოლონიზატორებისთვის სწორედ 2 დღის შემდეგ დადგა, რაც უკრაინამ რუსეთის საიდუმლო ისკანდერის თავშესაფარს დაარტყა. უკრაინამ მიზანში ამოიღო ქერჩის ხიდი, რომელიც ყივიმს რუსეთის მატერიკს აერთებს. უფრო ზუსტად, უკრაინამ გამაფრთხილებელი გაასროლა განახორციელა, რათა ყირიმის ოკუპანტებს ეცნობებინა, რომ ხიდის განეიტრალებისთვის ემზადება. 30 აპრილს უკრაინის საზღვაო ძალებმა ტელეგრამზე შეტყობინება გამოაქვეყნეს, სადაც განაცხადეს, რომ გაანადგურეს რამდენიმე ფსბ-ს საპატრულო ნავი, რომლებიც ამჟამად ქერჩის ხიდის დაცვას უზრუნველყოფენ. უკრაინის საზღვაო ძალების განცხადებით 2026 წლის 30 აპრილის ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებმა ქერჩის სრუტის რაიონში გემებისა და ნავების ფლოტს ზიანი მიაყენეს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზუსტად იციან რა დააზიანეს და ნათქვამია. დარტყმის შედეგად დაზიანდა რუსეთის ფედერაციის ფსბ-ს საპატრულო ნავი ზობოლი და ანტიდივერსიული ნავი რაჩანოკი. დარტყმის შედეგად მტერმა განიცადა გამოუსწორებელი და სანიტარული დანაკარგები. რა თქმა უნდა, ნავები ხიდი არ არის, მაგრამ ეს არ არის მთავარი. აქ უკრაინამ 2 რამ გააკეთა. პირველ რიგში მან გადასცა ის გაფრთხილება, რომელზეც ადრე ვსაუბრობდით, ოკუპირებულ ყირიმში ყველას, ვისაც სურს ან შეუძლია მოусმინოს. იმავე ნავებს, რომლებიც ქერჩის ხიდის დაცვას უნდა იმსახურებოდეს, ანადგურებენ. თუ ეს შესაძლებელია, წარმოიდგინეთ, რას უზამს უკრაინა თავად ხიდს. ეს არ არის ისე, თითქოს უკრაინას არ კონდეს გამოცდილება ამ ხიდთან დაკავშირებით. ეს სასიცოცხლო ხაზი რუსეთის მატერიკზე უკვე რამდენჯერმე დაზიანდა. ბოლოს 2025 წლის ივნისში, როდესაც უკრაინამ გამოიყენა 1000 კილოგრამზე მეტი, ანუ დაახლოებით 2200 ფუნტი ტროტილი, რათა დანაღმოს ქერჩის ხიდის საყრდენების ნაწილი. ამ აფეთქებით განხორციელებულ თავდასხმას ახლა შეიძლება მოხვდეს ხიდზე კიდევ უფრო მეტი დარტყმა. რაც მიგვიყვანს უკრაინის თავდასხმის მეორე ასპექტამდე. ეს არის საფუძვლის ჩაყრა. დღეს რუსული საპატრულო ნავებია, რომლებიც ნადგურდება. ხვალ კი თავად ხიდი იქნება სამიზნე. უკრაინა ქმნის უსაფრთხო საზღვაო მარშრუტებს, რომლითაც შეუძლია გაგზავნოს თავისი საზღვაო დრონები და სხვა იარაღი ქერჩის ხიდისკენ. არ არის დამთხოვა, რომ ესეთი ტიპის თავდასხმები ხდება იმ დროს, როცა უკრაინა ომში რუსეთთან ახალ და გაუმჯობესებულ დრონებს იყენებს. ალბათ ამ საზღვაო დრონებს შორის ყველაზე ცნობილი არის Sea-Baby და ამ დრონს 2025 წლის ოქტომბერში გაუკეთდა განახლება, რის შედეგადაც მისი ტვირთამწეობა გაიზარდა 2000 კილოგრამამდე, ანუ 4400 ფუნტზე მეტამდე. ეს ორჯერ მეტია იმ რაოდენობის ტროტილის, რაც უკრაინამ გამოიყენა ქერჩის ხიდის საყრდენების დასაზიანებლად 2025 წლის ზაფხულში. და ეს არის უკანასკნელი რამ, რაც რუსეთს სურს, რომ 2026 წელს მის სასიცოცხლო ხიდისკენ მიემართებოდეს. ეს შეიძლება სწორედ ის იყოს, რაც ახლა მოხდება, რადგან სადარაჯო ნავები უკვე განადგურებულია. მაგრამ აქ უფრო დიდი რამ ხდება, რაც შეიძლება ერთი შეხედვით 2 განცალკევებული, თუმცა შთამბეჭდავი დარტყმა ჩანდეს ყირიმში, სინამდვილეში უფრო დიდ მიზანს ემსახურება. ეს ყველაფერი ეხება რუსეთის გაყვანას ოკუპირებული ნახევარკუნძულიდან, ისეთი გზით, როგორცაც არავინ ელოდა, და ეს ყველაფერს ცვლის. მაგრამ სანამ ამას განვიხილავდეთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. და სწორედ ამიტომ ვქმით ჩვენს ვიდეოებს, რომ ავხსნათ ის, რაც ომში ხშირად შეუმჩნეველი რჩება. გამოიძერეთ დღესვე, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი ანალიზი. ეხლა უკრაინა ტრადიციული გზით ყირიმს არ აიღებს. ათასობით ჯარისკაცის გაგზავნა ნახევარკუნძულის დასაპყრობად უბრალოდ არ არის ვარიანტი. პირველ რიგში უკრაინას სჭირდება რაც შეიძლება მეტი ცოცხალი ძალა, რომ დაიცვას თავი რუსეთის შეტევებისგან მატერიკზე, განსაკუთრებით დონეცკში, სადაც რუსეთმა დაიწყო გაზაფხულის შეტევა, რომელიც სავარაუდოდ წლის განმავლობაში გაგრძელდება. ყირიმზე სახმელეთო შეტევა საჭიროებს რეზერვების გამოძახებას, რომლებიც მზად უნდა დარჩნენ უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლველად. ლოგისტიკის მხრივაც ყირიმზე სახმელეთო შეტევა რთული ამოცანაა.
ვლადიმირ პუტინმა წლები დაჰარჯა ნახევარკუნძულზე ჯარების თავმოყრაში და მიიჩნევა, რომ მას კვლავ ჰყავს 2020 წლისთვის ნახევარკუნძულზე განთავსებული 32500 ჯარისკაციდან უმეტესობა, რომლებიც მზად არიან სახმელეთო შეტევისგან დასაცავად. თუნდაც უკრაინას საკუთარი თავის დაცვაზე არ ეზრუნა, ოკუპირებულ ყირიმზე ტრადიციული შეტევა უზარმაზარი გამოწვევა იქნებოდა. უკრაინას ძალიან შეზღუდული არჩევანი აქვს, როდესაც საქმე მის ჯარებს ნახევარკუნძულზე შეყვანას ეხება. ამფიბიური შეტევა შეუძლებელი არ არის, მიუხედავად იმისა, რამდენად შთამბეჭდავადაც უკრაინამ გაანადგურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მრავალი ერთეული ომის განმავლობაში. ეს ყველაფერი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით იქნა მიღწეული. უკრაინას რეალურად არ აქვს საზღვაო შესაძლებლობები, რომ ათასობით ჯარისკაცი შავი ზღვის გაუის გავლით ყირიმში გადაიყვანოს და ასეთი ოპერაციის მცდელობა გარდაულად გამოიწვევს მასიურ მსხვერპლს, რადგან რუსეთი მოახლოებულ ჯარისკაცებზე ცეცხლს გახსნის. სივაშის გავლით ყირიმში გადასვლის მცდელობა, სივაში დაბალი მიქცევის დროს გადალახვადი მეჩხერი ლაგუნებით სავსე რეგიონია. უკეთესი, თუმცა მაინც ძალიან საშიში ვარიანტი იქნებოდა. სივაში გახდება ვიწრო ადგილი, რომელსაც რუსული артиლერია და რაკეტები დაარტყამენ. იგივე ეხება 3 მილიან მიწის ზოლს, რომელიც ყირიმს ხერსონთან აკავშირებს. პერიკოპის ისთმუსი, როგორც ამ ზოლს ეწოდება, უბრალოდ საკმარისად ფართო არ არის იმისთვის, რომ უკრაინამ ყივიმში ჯარის გადაყვანა შეძლოს რუსული თავდაცვითი პოზიციებისგან გამოწვეული დიდი დანაკარგების გარეშე. ამიტომ ყირიმის ტრადიციული სამხედრო გზით გათავისუფლება უკრაინისთვის არ არის შესაძლებელი. მაგრამ ეს აუცილებელი არც არის. როგორც ადრე ვახსენეთ, პუტინის ძალაუფლების მთავარი გასაღები ყირიმზე არის მისი უნარი, დაიცვას ნახევარკუნძული იმ რუსი მოქალაქეების სახელით, რომლებიც ყირიმში გადავიდნენ მისი უკანონო ანექსიის შემდეგ. ეს საკმაოდ მარტივი შეთანხმებაა. ეს მოქალაქეები პუტინის სახელით რუსიფიცირებენ ყირიმს, ხოლო პუტინი უზრუნველყოფს, რომ ყირიმი ყოველდღე არ იბომბებოდეს უკრაინული დრონებითა და რაკეტებით. სწორედ აქაა უკრაინის შანსი ყირიმის გასათავისუფლებლად. ეხლა ნახევარკუნძულთან მიმართებაში სრულიად არატრადიციული მიდგომა გამოიყენება. უკრაინის ყირიმის სტრატეგიის მთავარი ხრიკი არის პუტინის გავლენის შესუსტება ნახევარკუნძულზე, იმ სამხედრო რესურსების სისტემური განადგურებით, რომლებიც თითქოს ყირიმს რუსი ხალხისთვის უსაფრთხო საცხოვრებელ ადგილად აქცევს. უკრაინის საზღვაო შეტევა რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე ამ გეგმის პირველი ეტაპი იყო. ომის პირველი 2 წლის განმავლობაში უკრაინა სისტემურად ანადგურებდა იმ ფლოტის შემადგენლობაში მყოფ რუსულ სამხედრო გემებს. ის ამას ახლაც აგრძელებს. 18 აპრილის ღამეს უკრაინამ დარტყმა მიაყენა ოკუპირებულ ყირიმში 2 რუსულ სადესანტო ხომალდს. მაგრამ შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ თავდაპირველმა სტრატეგიამ გამოიწვია იმ ფლოტის მესამედის განადგურება ან გამოუყენებლად ქცევა, რაც თავის მხრივ პუტინს აიძულა რუსული სამხედრო გემები სევასტოპოლის პორტში მდებარე შტაბ-ბინიდან გაეყვანა. რუსეთის ყირიმის ჯავშანში ბზარი გაჩნდა. სინამდვილეში ეს მხოლოდ ბზარი კი არა, არამედ უზარმაზარი ნაბრალია ჯავშანში, რადგან ის საზღვაო ძალა, რომელიც რუსეთისთვის ყირიმის დაცვას უნდა უზრუნველყოფდეს, ნოვოროსიისკში გადაიყვანეს, სადაც ის ბევრად ნაკლებად ეფექტურია. შავ ზღვაზე ვითარების ასე მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შემდეგ, უკრაინამ შეძლო თავისი სტრატეგიის მეორე ნაწილზე გადართულიყო, რაც ყირიმში არსებული სამხედრო რესურსების მუდმივ და თანმიმდევრულ დასუსტებას გულისხმობს. უკრაინამ დაასუსტა ყირიმი იმ გაგებით, რომ ის ვეღარ ასრულებს იმ ლოგისტიკურ როლს, რომელსაც პუტინი ფიქრობდა, რომ შეასრულებდა, როდესაც პუტინმა ეს შეჭრა დაიწყო. მომარაგების ჯაჭვები გაწყვეტილია როგორც ყირიმში, ასევე ყირიმიდან, რის შედეგადაც ნახევარკუნძული სულ უფრო იზოლირებულია დახმარებისგან. ამავე დროს უკრაინა სულ უფრო თამამად ახორციელებს თავდასხმებს თავად ყირიმზე. ის დარტყმები, რომელთა შესახებაც ვისაუბრეთ, მხოლოდ რამდენიმე მაგალითია მრავალი დარტყმიდან, რომლებიც მიზნად ისახავდა როგორც რუსეთის საჰაერო თავდაცვას, ასევე ჯარისკაცების თავმოყრას. სინამდვილეში თავდასხმები პირველზე იმდენად ინტენსიური იყო, რომ სწორედ ამან გახსნა საჰაერო კორიდორები, რომლებიც უკრაინას სჭირდებოდა, რათა მის დრონებს მიეღწიათ ისეთ ადგილებში, როგორიცაა საიდუმლო ისკანდერის ბაზები. ეხლა თითქმის არც ერთი კვირა არ გადის ისე, რომ არ გავიგოთ კიდევ ერთი უკრაინული დარტყმის შესახებ ყირიმის საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ. მაგალითად, 29 აპრილს უკრაინის დრონებმა დაარტყეს MR-10-ის რადარის სადგურს და საჰაერო თავდაცვის სისტემას ღამით განხორციელებული თავდასხმებისას, როდესაც ქვეყანამ ასევე დააზიანა ყირიმის ნავთობის საცავი. ეს ისევ და ისევ მეორდება. და ყოველი თავდასხმისას, რომელსაც უკრაინა ახორციელებს, ის გზავნილს უგზავნის რუს ოკუპანტებს ყირიმში. ისინი უსაფრთხოდ არ არიან. პუტინი ვერ დაიცავს მათ. და მაშინაც კი როცა რუსეთის ლიდერი სასოწარკვეთილებით აგზავნის დამატებით თავდაცვას ყირიმში, რათა ჩაანაცვლოს ის, რასაც ნახევარკუნძული კარგავს, უკრაინა ანადგურებს მათ და სარგებლობს იმით, რომ პუტინი ასუსტებს რუსეთს სხვა ადგილებში, მაშინ როცა ცდილობს შეინარჩუნოს თავისი სუსტი კონტროლი ყირიმზე. უკრაინა არ აპირებს ჯარების გაგზავნას ყირიმში, მას ამის საჭიროება არ აქვს. თავისი დრონებით, როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო და რაკეტებით, უკრაინა ანადგურებს ოკუპირებულ ნახევარკუნძულს, ისე რომ ფეხსაც კი არ ადგამს მასზე. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს აშინებს რუს სამოქალაქო მოსახლეობას. უკრაინა არ ესვრის ამ სამოქალაქო მოსახლეობას თავისი იარაღით. ზელენსკი პუტინი არ არის. მაგრამ უკრაინა თავისი ყოველი წარმატებული დარტყმით იწვევს ამ სამოქალაქო მოსახლეობაშობაში სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ იქაურობა. ჯანდაბას პუტინის სურვილი, რომ ნახევარკუნძული გაარუსუოს.
თუ ის თავის ვალდებულებებს ვერ ასრულებს, ხალხს მოუნდება უკან. რუსეთის მატერიკზე მდებარე ქალაქების შედარებით უსაფრთხოებაში დაბრუნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინას იმ ქალაქებზეც დართმა შეუძლია, მაგრამ იქ იმდენად ხშირად არ დაარტყამს, როგორც ყირიმში ურტყამს. სწორედ აქ იძენს მნიშვნელობას ქერჩის ხიდის დამცველ ნავებზე თავდასხმები. ეს ხიდი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრს გონია, პუტინისთვის ყირიმზე კონტროლის შესანარჩუნებლად. და ეს არ არის იმ მიზეზით, რასაც ბევრი ფიქრობს, ან რასაც პუტინი ფიქრობდა, რომ იქნებოდა. ქერჩის ხიდი რუსეთისთვის ლოგისტიკური სიცოცხლის ხაზი უნდა ყოფილიყო. ჯარები და ტექნიკა ამ ხიდით რუსეთის მატერიკიდან ყირიმში უნდა ჩასულიყო და შემდეგ ისევ გასულიყო ფრონტის ხაზზე მისაღწევად. ყოველ შემთხვევაში ასეთი იყო გეგმა, თუმცა 2024 წლის მაისისთვის რუსეთი აღარ ეყენებდა ამ ხიდს ფრონტის ხაზზე თავისი ძალების მომარაგებისთვის, რაც ადრეული ნიშანი იყო იმისა, რომ უკრაინის სტრატეგია ყირიმის გასათავისუფლებლად მუშაობდა. იზოლირება და შემდეგ დარტყმა. ეხლა ხიდი კვლავაც სიცოცხლის ხაზი რჩება, მაგრამ ეს სიცოცხლის ხაზი უკვე იმ რუსებისთვისაა, რომლებმაც 2014 წლიდან უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში დაიდეს ბინა და იქ სახლობენ. Kyiv Independent-ის მიხედვით 2014 წლის ანექსიიდან 2023 წლის დეკემბრამდე ყირიმში დაახლოებით 800,000 რუსი მოქალაქე გადავიდა. ახლა ისინი ნახევარკუნძულის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ, რადგან იმ ანგარიშის მომზადების დროს იქ მხოლოდ დაახლოებით 100,000 უკრაინელი იყო დარჩენილი. ეს მიგრაცია რუსეთმა წაახალისა როგორც პრეფერენციული იპოთეკური სესხებით, ისე უკრაინელი მოქალაქეების მატერიკზე გაძევებით, მაგრამ ყველაფერი პუტინის დაცვის დაპირებაზე იყო დაფუძნებული. ეს საფუძველი ეხლა ჩამოიშალა. და უკრაინის მიერ კერჩის ხიდის გარშემო საპატრულო ნავების მიზანში ამოღება გაფრთხილებაა რუსებისთვის, რომლებიც ყირიმში ცხოვრობენ. უკრაინას შეუძლია ნებისმიერ დროს დაარტყას იმ ხიდს და ეს დარტყმა ძლიერი იქნება. ყირიმში უკანონოდ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს მალე შეიძლება მოუწიოთ, უყურონ როგორ ინგრევა ერთადერთი გზა, რომლითაც შეუძლიათ ნახევარკუნძულიდან გასვლა, ზუსტად ისე როგორც პუტინის მიერ მიცემული ყველა დაცვის დაპირება. ეხლა მათ არჩევანი აქვთ. ან დატოვონ ყირიმი სანამ ხიდი ჯერ კიდევ დგას, რაც ყირიმის დერუსიფიკაციას შეუწყობს ხელს, ან დარჩნენ. შესაძლოა უყურონ ქერჩის ხიდის დანგრევას და იცხოვრონ იმ შეგრძნებით, რომ თავდაცვა, რომელიც უკრაინის შეჩერებას უნდა ემსახურებოდეს, ნელ-ნელა ინგრევა თითოეული დრონის დარტყმით. უკრაინის გეგმა მოკლევადიან შედეგებს იძლევა, მაგრამ მას გრძელვადიანი მიზანი აქვს. ქვეყანა იმედოვნებს, რომ შეძლებს რუსეთი შეაჩეროს მატერიკზე, მიაყენოს მას კატასტროფული დანაკარგები და აიძულოს რუსეთი უკან დაიხიოს. შემდეგ უკრაინა შეძლებს კონცენტრირდეს ყირიმის დაბრუნებაზე უფრო ტრადიციული გზებით, მაგრამ შეიძლება ამასაც კი არ დასჭირდეს. იმ დროისთვის, როცა რუსეთი უკან დაიხევს, ისეთი დარტყმები, როგორიც აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ვიხილეთ, შეიძლება მთლიანად გაანადგუროს ყირიმში რუსეთის სამხედრო ყოფნა. მაშინ საქმე აღარ იქნება სახმელეთო შეტევაზე. უკრაინა შეძლებს ყირიმის დაბრუნებას, მაშინ როცა რუსეთი უკან იხევს და ეს ყველაფერი მისი შორმანძილზე დარტყმების წყალობით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინა არ იყოს სრულიად უნარიანი თავისი ტერიტორიის ძალით გათავისუფლებაში, როცა ეს საჭიროა. 2026 წლის მარტმა ამის საკმარისზე მეტი მტკიცებულება მოქცა. ერთი თვის განმავლობაში უკრაინამ რუსეთს რეკორდული დანაკარგები მიაყენა და დიდი ტერიტორია გაათავისუფლა ძლიერი ლიდერობისა და აქტიური თავდაცვის სტრატეგიის კომბინაციით. გსურთ მეტი გაიგოთ. იხილეთ ჩვენი ვიდეო, სადაც ვსაუბრობთ უკრაინის მონუმენტალურ მარტის მიღწევებზე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ არ გამოგჭეთ ჩვენი სიღრმისეული ანალიზი უკრაინის ყირიმის სტრატეგიის შემდეგ ეტაპებზე. მადლობა ორებისთვის.